2022 წლის 9 თებერვალს აიღეს და გამიტაცეს დიესკავაციის საკანში ნომერ 6-ზე დაწესებულების ჯალათებმა. 9 დღე ღამე დიესკავაციის საკანში გავატარე. ჩემს მიმართ შეთხზეს, ანუ გამოიგონეს ისეთი რამ, ვითომაც მე თვითკელნობის ჩადენას ვაპირებდი. თუ ჩემ მოთხოვნას არ დაგმაყოფილებდნენ და ჩემ ეტაპირებას არ მოახდენდნენ. ეს სიცრუე ხალხო. სინამდვილეში მე ვითხოვდი ჩემი ერთ გაგზავნილი განცხადებების და საჩივრების ნომრებს. ვითხოვდი სოციალს, ვითხოვდი კალამს და ფურცელს, რასაც რომ არ მაძლევდნენ. მე ვაფიქსირებდი ვიდეო თვალზე, რომ გაეგო რატი ბრეგაძეს, იმ ჯალათის ნაშიერ ჯალათს და იმ ხვარაშვილს, ეგრეთ წოდებულ კეთილსინდისიერ ჯალათს, რომ ციხის ადმინისტრაცია როგორ მეპყრობა. რადგან შევესწრებოდი სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ანუ ეგრეთ წოდებულ პროკურატურის ფილიალის თანამშრომლების ხელშეწყობით, რომ ეს ვიდეო მასალა ამოეღოთ. აიღეს შემომივარდნენ საკანში ჩემი მიერ გაკეთებული დიდი ასოების ტრანსპარანტი, რომელსაც ვიდეო თვალზე ვაფიქსირებდი, ის ტრანსპარანტიც ამართვეს და გადამიყვანეს დიესკავაციის საკანში, რომლის ვიდეო მასალაც არსებობს. ვითომაც მე ვიგინებოდი, ვიყავი აგრესიული, ფაქტიურად არც ვიგინებოდი და არც არავის მიმართ აგრესია არ გავამხატია. ეს აღწერილია ძალიან კარგად არის ასახული ვიდეო მასალაზე. 6 დღე ღამის განმავლობაში შეგნებულად 5 გრადუსი ყინვა იყო და ცივ საკანში მომყოფე, სადაც გათბობაც კი არ იყო ხალხო. 6 დღე ესაც ვიდეოზე ასახული. როცა ვიდეო თვალს ვანახებდი, რომ ვიყინები, სპორტიული ქუდის კი არ მოვძენ, თავზე დასახურა, გადასაფარებლებს ვიღანჩივა ხალხო. და თუ რა დღეში ვიყავი, ეს ვიდეო მასალაზე ასახული, თუ სრულად აქვს ამოღებული, რასაც რომ ქემოკარტის სასამართლო განჩინებას არ მაძლევს, რომ სპეციალ პენსიის სამსახურის ვიდეო თვალის მეთვალყურეობის დირექტორმა გადმოუცეს ჩემი ვიდეო მასალები. ქვემოკარტის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე. საერთო ჯამში 15 ვიდეო აქვს გადმოსაცემი, დღემდე არ გადმოუციათ. ერთი სიტყვით ენით აუღწერელია. 6 დღის შემდეგ გადამიყვანეს მეორე საკანიდან მეხუთე საკანში. ბრძანებაში კი გაფორმებულია, ვითომაც რევაშაინძე მხოლოდ 6 დღე იყოფებოდა დიესკავაციის საკანში. არა ხალხო, სულ 9 დღე იყოფებოდი. არც მონიტორინგის სამსახურმა არ ჩაატარა არანაირი ღონისძიება და არ გამოიკვლია, თუ 3 დღე სად ვყავდი ამ პირსისტრინად ნომერ 6 დაწესებულების ადმინისტრაციას და არც ხალხო დამცველის აპარატმა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე ლაპარაკიც კი აღარ არის ხალხო. ესენი ხო კომიკოსები არიან საერთოდ. კომედი შოუს გამენ და რას გამენ უნიჭოდ. ვაი თქვენ საწოდავებო თქვენ. კიდე ერთხელ ვიმეორებ, დრონი მეფობენ და არა მეფენი. სიტყვები ამ ყოფნის ხალხო როგორ გადმოგცეთ. 5 თვეა თავისუფლებაზე ვიყოფები და ვცხოვრობ ღამის თავშესაფარში. 5 თვის მანძილზე წესიერად არ მიზინია და აი ამიტომაც მიჭირს ნორმალურად მეტყველება უძილობიდან გამომდინარე, ამ სისუსტიდან გამომდინარე ინტელექტუალი მარაგის მეკარგება რომ ესაუბრო. თორემ სინამდვილეში მე რომ ერთი კვირაც მაინც სადაც სიმშვიდე მქონდეს და დავისვენო, ისეთი ინტელექტუალი მარაგი გამაჩნია ხალხო, რომ მილიონი ადამიანი რომ დამედგეს, ყველა მათგანს პასუხს გავცემ. ენით მოუცელავ ხალხო. ერთ ლექსშიც კი მიწერია. რომელ ლექსიც მე ჩემ ქალიშვილზე მაქვს შობს რომ ლოცვით გაიმყარო გონებაც და წელია, რადგან מחვილი გონება ხმალზე უფრო მჭრელია. ეს ჩემში არის. ეს ღვთისმადლით და წყალობით ჩემში ჩადებულია. მე მინდა რომ არა მარტო ჩემ შვილებში იყოს ეს, რომელი შვილების რომ ამ პირის გამთავრობებმა გამიმწარეს და მეც გამამწარეს. შვილებზე მოფერება და ალერსი მენატრება და შვილების ნახვა ხალხო. ესენი ლაპარაკობენ პატრიოტობაზე, ადამიანის უფლებებზე, ადამიანის უფლების ამაღლებაზე და ევროპას გაასწრენ. ვისუსმენთ ხალხო. ამ უცხოურ პიროებს როგორ უსმენთ, ამ ბრბოთა ჯოქს როგორ უსმენთ და როგორ გჯერავთ, იზრუნეთ თქვენ შვილებზე, თქვენი შვილების მომავალზე. მე სამომავლოდ კიდე გავაკეთებ ისეთ განცხადებებს და ისეთ რამეებს მოგაზრდით, რომელი განცხადებების საფუძველზე შოკირებული იქნებით. მე კიდე ერთხელ მინდა მიმართო ჟურნალისტებს, ხოთ მომინახულოთ, აიღოთ ჩემგან ინტერვიუ და შესაბამის საგამოძიებო
მოქმედებები ჩაატაროთ. მე ასევე მიმართავ არა მარტო TV პირველი ჟურნალისტებს, პირველი ჟურნალისტებს, არამედ ტელეკომპანია ობიექტივი ჟურნალისტებსაც, რითაც რომ ქალბატონი ირმა ინაშვილი იკვეხნება. ჯერ ირმა ინაშვილს შეხედეთ ხალხო. ერთი კითხეთ რა დანაშაული აქვს ჩადენილი შენს მიმართ. ირმა ინაშვილი თუ პატრიოტია, მაშინ მე გაგარინი ყოფილ ვარ ხალხო. და ასევე ეკაბესელია პატრიოტი, შეხედეთ ადამიანის შუბლზე აწერია ავის ნაშიერი, ავი. ვინ? თეატრულუკიანი ხალხო არცხვენიათ. ადამიანს 4 კუდია გამომბული, ეს კუდიანი და შხამიანი ეშმაკისეულია ხალხო. კითხეთ რა დანაშაული გაქვს რევოლუციონის მიმართ ჩადენილიო. ერთი სიტყვით. მე შევეცდები თანმიმდევრობით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ და გთხოვთ რომ გაითვალისწინოთ ეს ჩემი თხოვნა და ბოდიშს მინდა მოგიხადოთ რომ ისე ვერ მეტყველებ როგორც საჭირო. გაგრძელება იქნება ხალხო. იქნება